ეკრანზე ხედავთ სიუჟეტს, სადაც დონალდ ტრამპს დიდი შვიდეულის სამიტზე უპირისპირდებიან იმის გამო, რომ მან ჯერ კიდევ არ გაასაჯაროვა ირანთან შეთანხმების ტექსტი. და სწორედ აქ იწყება მედიის სასოწარკვეთა. დღეს 2026 წლის 16 იუნის ევიან-ლელებანში, საფრანგეთში, ტრამპს ზეწოლას ახდენდნენ როგორც რეპორტიორები, ისე კომენტატორები და თუნდაც კონსერვატიული წრეები, რომლებსაც მემორანდუმის თითოეული სიტყვის ნახვა სურთ. მაგრამ მისმა პასუხმა თამაში შეცვალა. ტრამპმა პირობა დადო, რომ ტექსტს სიტყვა-სიტყვით წაიკითხავდა. მან ასევე განაცხადა, რომ ტექსტი ნათლად აჩვენებს ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ტრამპმა მოლაპარაკებების დრო გააჭიანურა, ირანი დიდი შვიდეულის ცენტრში მოაქცია და აიზულა ლიდერები, მოკავშირეები, კრიტიკოსები და ოპონენტები განეხილათ ის საკითხი, რომელიც მან წამოაყენა. თეთრმა სახმა მემორანდუმი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნა ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე, მაშინ როცა კულისებში გაჟონვებსა და ზეწოლებს ადგილი ჰქონდა სრული წარდგენის წინ. რას ცდილობს მედია დამალოს ამ სიჩქარეში? რატომ ამდენი ხალხი ოფიციალური ტექსტის გამოქვეყნებამდე ნერვიულობდნენ? როგორ მოახერხა ტრამპმა, რომ მთელი დიდი შვიდეული მის დღის წესრიგს მისდევდა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტზე მივიდა მას შემდეგ, რაც ირანთან შეთანხმება გამოაცხადა. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა დასავლეთის უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერებთან ერთად. მაგრამ შეხვედრის მთავარი თემა ტრადიციული დღის წესრიგი არ ყოფილა. ეს იყო ტრამპი. ეს იყო შეთანხმება, ეს იყო ირანი, ეს იყო ნავთობი, ეს იყო გაურკვევლობა თუ როდის გამოქვეყნდებოდა ტექსტი. მედიამ სცადა ეს მოუდინი კრიზისად ექცია, მაგრამ თავად ტრამპმა უპასუხა, რომ დოკუმენტის ჩვენებაში პრობლემა არ იყო. მას უბრალოდ სურდა ფორმალური გარემო, სანამ სრულ ტექსტს გაავრცელებდა. ეკრანზე ნაჩვენების სტატია ამბობს, რომ ტრამპს პირდაპირ კითხეს, რატომ არ აქვეყნებდა ჯერ კიდევ დეტალებს. მან უპასუხა, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ ჯერ ოფიციალურ სიტუაციას ელოდა. შემდეგ თქვა, რომ შეეძლო პრესკონფერენცია ჩაეტარებინა და მემორანდუმის სიტყვა-სიტყვით წაეკითხა, რათა მედიას შინაარსი სწორად გაეშუქებინა. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ანგრევს გაქცევის ნარატივს. ვინც შეთანხმების დამალვაუდა, ის არ დაფირდება კამერების წინ დოკუმენტის სრულად წაკითხვას. ვინც კუთხეში მიყენებულია, ის არ იძახებს მედიას სრული წაკითხვისთვის. დონალდ ტრამპმა პირიქით გააკეთა. მან მომენტი თავის ხელში დაიჭირა და მედია გამოიწვია, რომ თითოეულ ხაზს გახოლოდნენ. პასუხის ყველაზე ძლიერი ნაწილი მაშინ იყო, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ნათლად ამბობს, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. მან ასევე თქვა, რომ ეს წარმოადგენს იმ 99.9%-ს, რაც მას სურდა, რადგან მთავარი მიზანი იყო თეირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის, განვითარების ან მოპოვების აღკვეთა. ეს ის ნაწილია, რომელსაც მედია ცდილობს დაფაროს. დებატი მხოლოდ ფოტოზე, ცერემონიაზე ან კულისებზე არ არის. დებატი ეხება იმას, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ირანისგან მიიღოს საჯარო ვალდებულება იმ საკითხზე, რომელიც 10 წლეულებია ახლო აღმოსავლეთს განგაში ამყოფებს. ამერიკის მთავრობამ ასევე მიანიშნა, რომ შეთანხმება შეიძლება კონგრესში გადავიდეს. ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას მოეწონა ტექსტის საპარლამენტო განხილვაზე გაგზავნის იდეა. ეს ნაბიჯი ყველა მხარეს ზეწოლას ახდენს. სწორედ აქ კარგავს მედიას ნარატივი ძალას. რადგან გამჭვირვალობის მოთხოვნა იწევს უკუ ეფექტის მოხდენას იმათზე, ვინც ცდილობს თემთელი პროცედურა სკანდალად აქციოს. ჯეი-დი ვენსი ამ ოპერაციის ცენტრალურ ფიგურად იქცა. მან განაცხადა, რომ არსებობს დიპლომატიური პროტოკოლები და თანმიმდევრობა, რომელიც პაკისტანსა და კატარს ეხება. ამ ხაზის მიხედვით ტექსტი ოფიციალური ცერემონიის დროს გამოქვეყნდებოდა. ეს პატარა დეტალი არ არის. მოლაპარაკება არსაიდან არ გამოჩენილა. ის შუამავლების ტექნიკური საუბრებისა და რეგიონული ზეწოლის გავლით წარიმართა. ოფიციალური ხელმოწერა დაგეგმილი იყო პარასკევს 19 ივლისს. ჟენევაში ვენსის და მთავარი ირანელი მოლაპარაკებლის მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მონაწილეობით. მედიამ სცადა ეს როგორც საიდუმლოება გაეყიდა. ვენსი წადგა როგორც დიპლომატიური რიტუალი. ევროპელმა ლიდერებმა სცადეს თამაში ჩართვა საზღვაო მისიის წინადადებით, რათა ხელახლა გაეხსნათ და დაეცვათ ნავიგაცია. საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო განიხილავდნენ გზებს, როგორ მიეღოთ მონაწილეობა სრუტის უსაფრთხოებაში. ტრამპმა კი ნათლად განაცხადა, რომ არ თვლიდა საჭირო დიდი დახმარება იმისთვის, რომ გასასვლელი ღია დარჩენილიყო. ეს განცხადება ბევრს აღიზიანებს, რადგან აჩვენებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს თავად მართოს გამოსავალი, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი ევროპელებს არ გადასცემს. ეს ლიდერობას გავს. ის განსაზღვრავს პრობლემის ცენტრს და მოლაპარაკებებს მართავს სწორ შუამავლებთან. კულისებში გავრცელებული ცნობებით ჯონ რატკლიფმა, მარკო რუბიომ და პიტ ჰექსეთმა გამოთქვეს შეშფოთება ირანის განზრახვებთან დაკავშირებით.
პასუხისგებელი მთავრობა ირანთან შეთანხმებას მხოლოდ ხელის ჩამოთმობის იმედად არაფორმებს. ის ამოწმებს, პასუხს ითხოვს, გადაამოწმებს და ზეწოლას ინარჩუნებს. თავად გავრცელებული გეგმაც კი საუბრობს მომდევნო 60 დღეში მოლაპარაკებებზე. ანუ მემორანდუმი არ არის ცარიელი ჩეკი. ეს უფრო მკაცრი ზეტოლის ეტაპზე გადასვლა. ეს არის გარდატეხა, რომელსაც მედია არ აღიარებს. ტრამპი არ ამბობს, რომ ირანი ერთ ღამეში სანდო მოკავშირედ გადაიქცა. ტრამპი ამბობს, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა, აიძულა ბირთვულ იარაღზე დაპირება მიეცა, ჰორმუზის სრუტის გახსნა დააკავშირა და სანქციები და რესურსები ირანის ქცევაზე დამოკიდებული დატოვა. სისუსტესა და სტრატეგიას შორის განსხვავება სწორედ აქ არის. სისუსტე იქნებოდა ყველაფრის წინასწარ გათავისუფლება, ზეწოლის მოხსნა და ბოდიშის მოხდა. ტრამპის მიერ წარმოდგენილი ხაზი კი სხვაა. ჯერ ვალდებულება, შემდეგ გადამოწმება, შემდეგ კი პირობებზე დამოკიდებული სარგებელი. ჯერ კიდევ არსებობს კითხვები დეტალებზე და ამიტომ ტექსტი უნდა გამოჩნდეს, მაგრამ მედია ხლიკებს იღენებს. ის ციფრს ისე აჩვენებს, თითქოს დონალდ ტრამპი ირანს ჯილდოს აძლევდეს მოთხოვნის გარეშე. ნებისმიერი გათავისუფლება უნდა იყოს დამოკიდებული ინსპექციაზე, ვალდებულებაზე და კონკრეტულ ქცევაზე. ისრაელიც გახდა დაძაბულობის ნაწილი. ბენიამინ ნეთანიაუს მთავრობა მოლაპარაკებებს მოშორდა. ეს კი გვეხმარება გავიგოთ, რატომ არის კულისებში ასეთი აგრესიული ატმოსფერო. როდესაც შეთანხმება რეგიონულ ბალანსს ცვლის, უკმაყოფილო ჯგუფები ცდილობენ ჩაერიონ, ინფორმაცია გააჟონონ, მოახდინონ ზეწოლა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. როდესაც ძლიერი ინტერესები თავს საფრთხეში გრძნობენ, ჩნდება დოსიეები, მუქარები და მცდელობები, შეთანხმება ხელმოწერამდე შეარყიონ. დიდმა შვიდეულმა ეს ცვლილება ნათლად აჩვენა. ლიდერები სხვადასხვა თემაზე საუბარს აპირებდნენ, მაგრამ მათ ტრამპის მიერ მიღწეულ შეთანხმებასთან მოუწიათ გამკლავება. მე ვარ მილსონ აუესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ აუესის საზოგადოებაში.